როგორია კოალიციაში მოლოდინები, ვიცით რომ ეს სასჯელი, რომელიც არის გათვალისწინებული, ეს სისხლის სამართლის მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას და ასევე პატიმრობას 1 წლამდე ვადით. Როგორ ფიქრობთ, შესაძლოა 1 წლით გაუშვან ჯაფარიძეს საპატიმროში? რთული პროგნოზირებადი არ არის ხოლმე ქართული ოცნება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ის წარმოადგენს რეჟიმს და რეჟიმისგან პოზიტიური მოლოდინები გაგაჩნდეს ნებისმიერი მიმართულებით, ექნება ეს პატიმრობის მოლოდინი თუ მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი, უბრალოდ ამ შემთხვევაში უმეცრება იქნებოდა და იქნებოდა ფუჭი მოლოდინები, იმიტომ რომ რეჟიმის მახასიათებელი, მთავარი მახასიათებელი არის მისი ძალმომრეობა, დაშინება, შანტაჟი, ზეწოლა, პატიმრობები, ჩვენ გვყავს უკვე 60-ზე მეტი ფაქტობრივად პოლიტიკური პატიმარი, რომელთა შორისაც უკვე არიან პოლიტიკური ლიდერები, ამიტომ რეჟიმის ძირითადი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მე მაგალითად პოზიტიურ მოლოდინებს არ ავაგებდი და უფრო მექნებოდა სწორედ რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ლიდერების შემთხვევაში უფრო რატომ შეიძლება აწყობდეს პროცესების ესკალაცია განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეებით ადრე ბიძინა ივანიშვილი ფაქტია რომ შესაძლოა ცდილობდეს ამ პროცესში პროდასალური პარტიების შემოყვანას რომ მათ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ასეთ ვითარებაში მას რამდენად აწყობს საპატიმროში პოლიტიკოსების გამოკეტვა რეჟიმმა უკვე რამდენიმე თვეა ნამდვილად იცის რომ ჩვენ კოალიცია არ მივიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი პოზიცია გაცხადებულია უპირველეს ყოვლისა პირველადი გარემოებიდან გამომდინარე აი პრაგმატულ ნაწილს თუ წამოვწევთ წინ ეს არის ის არჩევნები და ის შედეგები რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაწერა შესაბამისად იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ფაქტობრივად მუდმივად ვართ თანმიმდევრული და პრინციპულები საკუთარ გადაწყვეტილებებში შეგვიძლია ვთქვათ რას ქონდა შედეგი ის რომ ჩვენ არ ვაღიარეთ ეს შედეგები სხვა პროდასალურ ძალებთან ერთად ის რომ არ შევყევით მათ თამაშს და დავთმეთ მანდატები ის რომ არ მივიღეთ დაფინანსება ის რომ საპროტესტო მუხტი და პოლიტიკოსები ერთმანეთს აძლიერებდნენ ამ შემთხვევაში აქტივისტებს გულისხმობდა პოლიტიკურ პროცესებს ის რომ არაღიარების პოლიტიკა მიგვიყვანა რომ ლეგიტიმურობა ფაქტობრივად ხომ არც ერთ სერიოზულ სახელმწიფოს არ უცნია ამ ხელისუფლების და ამავე ბრძოლის გაგრძელების ნაწილია სწორედ რომ ის არჩევანი რომელიც ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს ეს არის არ თანამშრომლობის კიდევ ერთხელ დაფიქსირების ნაწილი ამავდროულად ფარდა ეხადა ამ ადამიანებისგან როგორც სასამართლო სისტემას მაგალითად ზურა ჯაფარიძის შემთხვევაში ასევე თავად რეჟიმის მოქმედებებს მაგალითად ნიკა მელიას შემთხვევაში და საბოლოოდ ნიკა გვარამიას პატიმრობის ასე ვთქვათ დაპატიმრების ეპიზოდს ყველა პირდაპირ ეთერში უყურა და ამ შემთხვევაში ესეც რა თქმა უნდა გამარჯვება არის იმ ხელისუფლებაზე რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია და რომელსაც მხოლოდ ერთი რამ შეუძლია ის რომ დაგსაჯოს გდევნოს წაახალისოს ტიტუშკები და ძალმომრეობითი პოლიცია და რა თქმა უნდა გისოსებს მიღმა გამოკეტოს პოლიტიკური ლიდერები მაგრამ ეს ჯაჭვი მან შეიძლება კიდევ გააგრძელოს ხომ აი როგორც თქვენ ბრძანეთ წინ არის ჯერ კიდევ იმ ლიდერების სასამართლო პროცესები რომლებიც ჯერ არ არიან პოლიტიკურ ტყვეობაში ამიტომ რეჟიმისგან პოზიტიური მოლოდინები განმეორდები და ვიტყვი რომ ავაგოთ ეს იქნება შემდგომში უკვე დიდი იმედგაცრუება აი ამ ფონზე მიმდინარეობს კვლავ დისკუსია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში Facebook-ზე ასეთი რამ დაწერა რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს მზადვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად თუ საჭიროა ახალი ნომრით საერთო სით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით როგორ იქნება თქვენი კოალიციის პასუხი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით პასუხი ამაზე კვლავ უკავშირდება ჩვენს ართანამშრომლობას და ჩვენს პრინციპულ პოზიციას თუ რეჟიმს უწოდებ მართვის ფორმას რეჟიმთან ამ თამაშის შესვლა უკვე წამგებიანია ძალიან მარტივი მიზეზის გამო ის მოთხოვნები რომელიც გააჩნია პროტესტს უკვე 200 დღეზე მეტი დროა ის მოთხოვნა რომელიც თავად გააჩნიათ იმ პარტიებს რომლებიც ფიქრობენ მონაწილეობაზე და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ამავდროულად ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი წესებით ანუ ძველი წესებით
ხარისხით იმავე პროცესში შესვლა. მაშინ, როდესაც ორი ძირითადი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, აპრიორი განწირულია მარცხისთვის და საუბარი იმაზე, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ასე ვთქვათ, გაყალბების პროცესი, ხო, საერთოდ სერიოზულობას მოკლებულია ჩემი აზრით ძალიან მარტივი მიზეზით. ჩვენ უფრო დიდი პროცესი ვნახეთ უკვე გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ცვლის სრულად. თუმცა საპარლამენტო არჩევნებსაც ითხოვს თქვენი კოალიცია ქაბატონინო და ალბათ აი ამ არჩევნებსაც გააყალბებს ქართული ოცნება. არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კალანდარიშვილმა და მისმა ასე ვთქვათ უწყებამ იმ ფორმით, როგორცაც ის ჩვეულია უკვე გაყალბების ნაწილში ამსახით უნდა წარმართოს ეს პროცესი. არა, რა თქმა უნდა, იმ მოთხოვნებში, რომელიც წამოყენებულია პროდასავლური ძალების მიერ, ერთ-ერთი კომპონენტი არის ის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ ეს არ დაექვემდებაროს ასე ვთქვათ, კალანდარიშვილს და იმ ადამიანებს, ვინც მას დავალებებს აძლევენ. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, თუ როგორ ჩატარდება და თუ როგორ, რა თქმა უნდა, ორივეს ამ შემთხვევაში ეხება როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე საპარლამენტო არჩევნებს. ნახეთ, საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ქვეყნის ცხოვრებაში აქვს მეტი დატვირთვა და ეს იცის ყველა მოქალაქემ, იმიტომ რომ ირჩევს საკანონმდებლო ორგანოს, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში სურათის შეცვლა დემოკრატიული მართვითა და ზოგადად გამჭვირვალე და ადამიანზე მორგებული წყობით, ხო? ამ შემთხვევაში ეს გაგვიყალბეს, ანუ მართლა რითაც შეგვეძლო ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის ცხოვრების ცვლილება და თბილისის გამოგლეჯაზე საუბარი საერთოდ აბსურდულამდე მიდის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თბილისზეც ხომ იგივე დაიწერება, რისი სურვილით ქართულ ოცნებას ექნება, იმავე წესებით თამაში თუ შევყვებით. მით უფრო რომელიმე პოლიტიკური ძალა. თუმცა ერთიანობაზე არის აქცენტი. დიახ, აბაში რა თქმა უნდა ვეთანხმები ის, რომ თუ კოალიცია ცვლილებისთვის, თუ ნაციონალური მოძრაობა არ შედიან მართლობის არჩევნებში ძალიან ელემენტარული დაწყებით კლასების მათემატიკაა, ხო? როცა შეგიძლია დათვალო რაოდენობა, მიუცადაგო პროცენტი და მიხვდე რომ ანუ წაგებაში ეს ლელოსაც აქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ თუ კი ერთიანობა არ იქნება, აზრს კარგავს ამ ბრძოლაში შესვლა. დიახ, ნახეთ, მაშინ ლელომ თავის პირველადი პოზიციაც უნდა გაიხსენოს თვეების წინ ნათქვამი, როდესაც ამბობდა, რომ თვეებით ადრე საუბარი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით იყო ქართული ოცნების თამაში, მეცაც გეტყვით, დღეს ეს მგონია ქართული ოცნების თამაში, როგორმე შეიტყუოს კონკრეტული პროდასავლური ძალები ამ თამაშში და აჩვენოს ეგრეთ წოდებული თითქოს დემოკრატიული პროცესი. მაინც ამ დისკუსიამ რა გაჩვენა ქაბატონინო, შესაძლოა მაინც არავინ არ მიიღოს მონაწილეობა, პროცესი როგორ მიდის თქვენი აზრით? იცით რა არის, საბოლოო ჯამში მე ამ შემთხვევაში ოპტიმისტურად ვარ პროდასავლური ძალების მიმართ განწყობილი ქართული ოცნების განწყობილებებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ყველა ის ძალა, რომელიც ამ შემთხვევაში არ აღიარებს ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას, და ახლა ჩემ წინ იყო ქალბატონი თეონას ჩართვა და ერთი მხრივ უწოდებდე არალეგიტიმურს ხელისუფლებას და ამავდროულად მის მიერ ჩატარებულ პროცესში იმავე თამაშის წესებით შედიოდე, ანუ ცოტა გარკვეულ კითხვებს ბადებს, ხო, მაშინ რომელია სწორი, ხო? ამ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ ყველა არჩევნებისთვის ემზადებიან და ესეც არის ამ კონკრეტული პარტიებისთვის ცხოვრება, რომ ისინი იყვნენ ყველანაირი არჩევნებისთვის. ამ შემთხვევაში და ნახეთ, ყველა პოლიტიკური ძალა ყოველთვის ემზადება არჩევნებისთვის, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები, ასე ვთქვათ, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში ასევე შემდგომი არჩევნებისთვის მზადება სახორციელებლად. ამაში არაფერია უცხო, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, თქვენ რიგითი მოქალაქის ადგილას თავი, აი არ ხართ არც მედიის წარმომადგენელი და ნაკლებად გესმით დაუშვათ რაღაც პოლიტიკური პროცესების. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მოსახლეობას პირდებოდით ახალ საპარლამენტო არჩევნებს, პირდებოდით ევროკავშირთან დაახლოებას, პირდებოდით, რომ დიახ განათლებას მიიღებ ისეც, როგორც ეს ეკადრება ევროკავშირის სახელმწიფოს, დიახ გექნება ჯანდაცვა ისეთი, როგორც არის ევროკავშირში და ასე შემდეგ. და ამ ფონზე, აი ახლა რომ შეხვიდეთ თვითმმართველობის არჩევნების პროცესში, რაზე უნდა ვესაუბროთ, რომ მაგალითად დიღომში სტრაბონის ქუჩაზე აუცილებლად იქნება წყალგაყვანილობა მოწესრიგებული, სარინელი და ასფალტი? ანუ
ეს არის თუმცა ამ ბრძოლაში შესვლა ქაბოტინინო არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უარი თქვათ მაგალითად მოთხოვნებზე, რომელიც გულისხმობს ახალ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ასე შემდეგ. პოლიტიკური პროცესის შექმნა ახლა თქვენს ხელში არის თუ არა? ჩვენ პოლიტიკურ პროცესში ვართ, როცა დღეს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, როცა ჩემი ლიდერები არიან პოლიტიკურ პატიმრობაში. ესეც პოლიტიკური პროცესია და ის არის იმ ბრძოლის ნაწილი. ბრძოლა დღეს არის ის, რასაც აწარმოებენ ჩვენი აქტივისტები ქუჩაში და რასაც აწარმოებენ პოლიტიკური ლიდერები თუნდაც ციხეში გამომწყდეული, იმიტომ რომ ისინი პირადი მაგალითით ჩემთვისაც წარმოადგენენ შეურიგებლობას, სიჯიუტეს, არ თანამშრომლობას არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან. ამავდროულად არ დაგვავიწყდეს, მხოლოდ არალეგიტიმური არ არის ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი არის რუსული. თქვენ ასევე წინა ჩართვაში აი იგივე უშიშროების საკითხებზე გქონდათ ხო საუბარი. სხვა რა არის ასეთი სახელმწიფო თუ არა რუსული მოდელი და რაში შევდივართ? რუსული რეჟიმის რაიმე ტიპის თამაში არა. ერთადერთი გამოსავალი ეს არის შეურიგებლობა და არ თანამშრომლობაში ჩვენი კოორდინაცია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროდასავლურ პარტიებს გულისხმობ. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში ვუსმენდით კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელს ნინო კვიტაიშვილს.